კიდევ ერთხელ მოგესალმებით შემოწმებასებო. ეს არის დილის vlog-ის გაგრძელება. მინდა კომენტარები წავიკითხო. და უბრალოდ ძალიან დიდი რო არ ყოფილიყო დილის vlog-ი და ბევრი თემა რო არ ყოფილიყო არეული, ამიტომ გადავწყვიტე რომ გამეყო. ნინო მომწერა. ნინო ბექაური წარმატებები მინდა მარათონში აუცილებლად ძვირფასებო ვისაც მარათონში გინდათ მომწერეთ Facebook-ის მესენჯერში ქართულად ვარ ნინი კვირიკე. და მოვიწყდა ლინკების დართვა, როგორც რა თქმა უნდა ყოველთვის. აქ განსაკუთრებით ლამაზი ხარ, რომ წარმატება ხო რაღაცნაირად იმაშვები ხოლმე ვანათებ ხოლმე, როცა რაღაცა ჩემი სულისას ვაზიარებ და ვაკეთებ და ეს ან მაბედნიერებს, ანუ ეს ჩემი ახალი არც კი ვიცი რა ვთქვა არის ბროკ ნინი გაიხარე ჩემი მოტივატორი ხარ ნამდვილად დიდი მადლობა საყვარელო ძალიან დიდი მადლობა ზოია წარმატებები ნინო ლელო ხათუნა მიზანდასახულო გოგო ძალიან დიდი მადლობა. რამდენი ხანია უფასოდ გასცემ ამდენ გამოცდილებას დარწმუნებული ვარ ჩემსავით ბევრმა ადამიანმა გამოიყენა შენი გამოცდილება. მართლა სასარგებლოა შენი გაზომილი დაბალანსებული კვება და საუბარი. მიყვარ ხარ, მგონი ხარ ჩემი ახლობელი და სანდო ადამიანი. და მომშვიდებ მიხალისებ ცხოვრებას უფალმა დაგლოცოს 13 კილო დავიკელი შენი ყურებით უსასყიდლად შიმშილის და უგემოვნო საჭმლის გარშე ღმერთო რა ბედნიერება ანუ აი ეს არის ჩემი უდიდესი ბედნიერება просто წარმოგიდგენიათ არ ვიცი იმას ვიტყვი რომ დღეს ამას ან ცოტა აზიარებს ასეთ ძვირფას და მე რომ ვიღაცა გამოვა და იტყვის რომ იმიკაირა რა თქვინდაო რა ვიცი просто ანუ შეიძლება შენ არ გინდა მაგრამ იმას ხო მაინც უნდა მიხვდეს რამდენად ძვირფასი ინფორმაციაა და ანუ ვისაც უნდა იმას რამდენად შეიძლება გამოადგეს და რა ვიცი ძალიან ბედნიერი ვარ რომ წარმოიდგინეთ გემრიელა დედამიმა 13 კილო დაიკლო ყველანაირი ყველაფრის გარეშე აი просто ჩაუკვირდით არც ეს რაც ნიშნავს ნონა იმდენია გავსებულია ბათუმი რუსებით კომბულეთში ნახავთ ასლა რათო ნათია სალამი ძვირფასო გისურვებულებ წარმატებებს და სიხარულს მიყვარ ხარ გისურვებ ბედნიერებას და ყველაფერს საუკეთესო შენ შვილებთან ერთად მადლობა ჩემო საყვარელო მეც ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ ნანა ევა ძალიან საყვარელი ხარ პატარა ნინი კარგი დღე გქონდეთ წარმატებები მადლობა ძვირფასო ნინო ჩემი საყვარელი ნინო ასე მგონია ხოლმე რომ სხვა ცხოვრებაში შეიძლება მე ზუსტად ის ყოფილიყავი ვინც ახლა შენ ანუ ხო არიან ადამიანები იმდენად შენი სულით მონათესავი არიან რომ შეიძლება შენ თავი თუ არ იქნებოდი ის ყოფილიყავი და აი ერთ-ერთი ადამიანი ვისაც ფიქრობ ხოლმე აი შენ აზრებს რო წერ ხოლმე და რაღაცას რომ აი შეიძლება მე ყოფილიყავი იმდენად ბევრი მსგავსი რაღაცები გვაქვს ჩემო მიზანდასახულო ბევრად წინ გადადგმული ნაბიჯია შენი მხრიდან და ძალიან მოხარული ვარ საოცარი არის საინტერესო მოსაუბრე ხარ გამოცდილებასთან ერთად და მარათონში ყველა მონაწილესთვის იქნები მაგალითი და მოტივატორი წარმატებები ძალიან დიდი მადლობა ჩემო საყვარელო ძალიან დიდი მადლობა იმედი მაქვს და რა ვიცი ყოველი კილოგრამი რომელიც არის ზედმეტი ანუ ეხა მარტო ჩემი წონა კი არ მაქვს დასაკლები არამედ ჩვენი საერთო ყველასი ვინც მარათონში არის და ვინც იქნება პირველამდე ვინც გაწევრიანდება მარიამ ნინი ლამაზო სუპერ გოგო ხარ მადლობა ძვირფასო ლელა მაგარი გოგო ხარ ჩემო ძვირფასო და რა თქმა უნდა უფალი შენთან იქნება ყოველთვის მადლობა ძვირფასო ბაბიმ შენ მაგარი ხარ ვაიმე დიდი მადლობა ხათუნა წარმატებები ნი სუპერ გოგო ხარ მადლობა ძვირფასო
ირმა წარმატებები და ღმერთის წყალობა არ მოკლებოდეს ჩემო საყვარელო, მადლობა ჩემო საყვარელო, ძვირფასო ირმა. ნინი, კიდევ ერთხელ წარმატებები ჩემო გოგო. ნანუ კი 21 დღის შემდეგ დაიხურება ჯგუფი, ანუ ერთი რადაც ჩაიცხება. თუ მეორე თვესაც იხდი. ანუ აქ ეს არ არის ისეთი, რომ ანუ ყიდულობენ სამუდამო წვდომას, ეგეთი არ არის, არის 21 დღიანი მარათონი და თანხასაც რა თქმა უნდა იხდი ერთხელ და ეს არის ამ 21 დღის. თუმცა ამ 21 დღეში მე იმას არ ვაკეთებ, რომ მაგალითად რაღაცა დაუწერო ადამიანს და მე 21 დღის მერე კიდე რაღაცის დაწერა დასჭირდეს. არა, მე ვასწავლი როგორ დაითვალოს კალორიები და თუ სურვილი ექნება და თვითონ გააგრძელებს ამ გზას, ანუ თვითონ ანუ მენტორის გარეშე, მოტივაციის გარეშე, დისციპლინის გარეშე, ანუ სხვისგან მიცემულის გარეშე თვითონ ამასაც ვასწავლი, თვითონ როგორ გააკეთო. თუ ჩათვლის, რომ კიდე უნდა გაგრძელება, გააგრძელებს, თუ ჩათვლის, რომ თვითონ მარტო უკვე შეძლებს, იმიტომ რომ აი მართლა ყველანაირ ინფორმაციას მივცემ ამ 21 დღეში იმისთვის, რომ ადამიანმა ნებისმიერი ოდენობის კილოგრამი დაიკლოს თავისით და მე უკვე იმაზე იქნება დამოკიდებული, ანუ გააგრძელებს თუ არა, თვითონ როგორ ედომება ადამიანს. რომ არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ აი ყველაფერი ვიცი, მაგრამ არ მყოფნის მოტივაცია. ყოველ დღე ვიწყებ და ყოველ დღე ვარღვევ, ხო? აი ეს ამ დროს ადამიანს სჭირდებათ ხოლმე თუნდაც თავიდან ვიღაცა, ვინც დაეხმარება, ვიღაცა, ვისი იმედიც ექნება, მაშიოცა თავის იმედი დაკარგული აქვს, იმიტომ რომ მეც მქონდა ეგ, როცა 70 კილო ვიყავი, რაღაცნაირად აღარ მჯეროდა, რომ ოდესმე დავიკლებდი, ხვდებით? აი რაღაცნაირად აღარ მჯეროდა. იმდან მქონდა დაკარგული ეს იმედი. ხო, იმიტომ რომ ბევრჯერ დაიწყებ სიცოცხლეზე და რო არ გამოგივა სხვა მიზეზების გამო, მე უკვე ფიქრობ, რომ აღარასდროს გამოგივა და მე ეს გიჩვენება რაღაც ძალიან ურთულესად. ხო, და ამიტომ ჭირდება ადამიანს ისევ ეს წმენის აღდგენა და რომ აღუდგენ ამ წმენას და გზაზე დააყერებ და ნახავს, რომ აკეთებს და რასაც აკეთებს იმას შედეგი აქვს, მე უკვე შეუძლია რომ თვითონაც გააგრძელოს. ნინო, ზუსტად ვიცი, ყველაფერი გამოგივა გულს შემატკირო, მიყვარხარ, მადლობა ჩემო საყვარელო. ნინი, მოკლედ ყველა ჩემი მეგობრის აკაუნტით ვცადე დაწერა, რჩევის მოცემა მინდოდა ბათუმზე და არ იწერება კომენტარი, ესე იგი ყველა შენი მეგობარი დაბლოკილია ჩემთან. ნინი, აურა კაია, წარმატებები ჩემო გოგო. გადასახადით არაჩვეულებრივია, მე ამ ეტაპზე არ მუშაობ, თუმცა ეხლა გახდომა არც მინდა, მაგრამ როცა დავიკერი შენი წყალობით, ერთი კითხვა მაქვს, ვინც წონაში დაკლება არ გვინდა, მაგრამ შენარჩუნება და წონის კლებასთან დაკავშირებით ცოდნის შეძენა გვინდა, ვერ ჩავერთვებით ხომ ამ მარათონში. რეალურად ისინი იმათაც შეუძლიათ ჩაერთონ მარათონში, ვისაც წონის შენარჩუნება უნდა, იმიტომ რომ ჩვენ აქვს სწავლობთ კალორიების თვლას და კალორიების თვლით შეიძლება როგორც წონის დაკლება, ასევე შენარჩუნება და ასევე მომატებაც იმ შემთხვევაში თუ ადამიანს მაგალითად არიან ადამიანები, რომლებიც ვერ იმატებენ წონაში. და თუ უნდა მომატება და რის ხარჯზე უნდა მომატება და ასე შემდეგ, ცხიმია თუ საკუნთია თუ რა არის, ანუ ამ შემთხვევაშიც, თუმცა აქ უფრო მაინც ცალკე თემა, იმიტომ რომ ანუ ეს სულია იქ ისეთი დასაკლების სულია რა და ეგ შეუშლის ხელს ადამიანს წონის მატებას. ამიტომ შენარჩუნება და დაკლება, ეგ ადამიანები მშვენივრად ჩაერთვებიან მარათონში კი, იმიტომ რომ არსი არის ისწავლო კალორიების დათვლა და კალორიების დათვლას რო ისწავლი, ანუ ორივე იცი მერე და პლუს ფსიქოლოგიაც იცი, ასე რომ კი, კი. ძალიან კაი კითხვა იყო სხვათა შორის. სანდრო, კილოცავ და ულოცავ თოკოს დაბადების დღეს ლაღი და ბედნიერი ბავშვობა გქონდეს. ესე იგი არ დავალაიქი არც ერთი კომენტარი თოკოზე, რომ დამიწერეთ, იმიტომ მინდოდა თოკოსთვის მეჩვენა და ვერ ვაჩვენე თოკოს და თანაც ისა დაულაიქებელია ეს ამდენი კომენტარი, ხო და ეხლა შევალ და ყველას დავალაიქებ, თუმცა ყველას აკითხული მაქვს და ყველას ძალიან დიდი მადლობა ჩემი შვილის დალოცვისთვის და იმისთვის, რომ საერთოდ გიყვართ ჩემი შვილები და კარგი ადამიანები ხართ, იმიტომ რომ ბავშვები ვისაც უყვარს და ბავშვს ვინც კარგს უსურვებს, ის ყოველთვის კარგი ადამიანია, მე ესე მჯერა. მანანა წარმატებები, ნინი, მადლობა ძვირფასო. ლელო, წარმატებები
შემოსაყვარელო, მიყვარხარ, მე ძალიან მიყვარხარ ძვირფასო. ზოია მოგესალმები, ნინი წარმატებები, ჩემო კარგო, ყველას მადლობა ძვირფასო. მარი ბონის აიცული შემოხტომა, როგორ მიყვარს, მეც ძალიან მიყვარს, იცი საყვარელია. მარიამ, ნინი ლამაზო, ძალიან ლამაზი ხარ. თმა შენ ულამაზესი ხარ, ყოველთვის გიყურებ, გიждები, შენ ძალიან მომწონს, როგორ გიხდება თეთრი წარმატებები, ძალიან მიყვარხარ. მადლობა, ჩემო ძვირფასო, ჩემო საყვარელო. მახარაძე ღმერთო როგორ სწრაფად გადის დრო, შენი მეორე არხს გადავხედე და 5 წლის წინანდელი ვიდეოები მახსოვს. მაშინ 13-ის ვიყავი. ახლა კი 18-ის, იმ დროიდან მოყოლებული თორდათ რო გიყურავდი, მაგრამ ბოლო წელი ძალიან იშვიათად. ახლა რომ ისევ შეგხვდი, ისე გამიხარდა, თითქოს ძველი ძალიან ახლობელი ადამიანი დავინახე. უფრო დამშვენებულ ხარ, აწი ყოველ დღე აქ ვარ და ველი შენს ვიდეოებს, ძალიან მიყვარხარ ძვირფასო. ძალიან მიყვარს ესე, ზოგჯერ არის ხოლმე რომ მეც მქონია. მეც ძალიან აქტიური მაყურებელი ვარ სოციალური ქსელების, ანუ YouTube-ის და იმის TikTok-ის. და ანუ მაგ ხოლმე ადამიანებთან აი ეგ, ძალიან უახლოვდები, ყოველ დღე უყურებ და მე რაღაც მომენტში შორდები, ან შეიძლება უცებ მოხდეს, ან შეიძლება ნელ-ნელა მოხდეს და მე რაღაც დრო გადის და ისე რომ შეგხვდება, ან შეიძლება არც შემოხვედრია და გამხსენებია ხოლმე და ვფიქრობ ხოლმე ნეტა როგორ არის და რომ მოძებნი შეხვალ, ნახავ და აი მეც ვიცი განცდა რაც არის და ძალიან ძვირფასი განცდაა. აი ეს სახელი არ მიჩანს ხოლმე შენი აქ. იმიტომ ესე ვაჩვენებ. ეს უნდა წავიკითხო ახლა. ნინი წარმატებებს გისურვებ, სულ ვფიქრობდი, ყველა იყენებს თავის ცნობადობას და ხდებიან ზოგი კოუჩი, ზოგი რა და აკეთებენ საკმაოდ დიდ ფულს. და სულ მიკვირდა შენ რატო არ აკეთებდი ამას და გამიხარდა ძალიან, რომ ეს ყველაფერი დაიწყე და მეორე კომენტარიც უწერია. ახლა ის ნინი ხარ რისი ნახვაც სულ მინდოდა ამ წლების განმავლობაში, რასაც გიყურებ. ძალიან დიდი მადლობა. აი ამ უანგარო სიკეთისთვის და სიკარგისთვის ძალიან მიყვარხართ ესეთი ადამიანები ხართ ხოლმე ჩემი დიდი ხნის მაყურებლები, იმიტომ რომ რეალურად ბოროტი და ბუხმიანი ადამიანი ჩემთან ვერ გაჩერდება, იმიტომ რომ კონფლიქტი მოგვდის და ვაგდებ. ხო. ესე იგი რაც შეეხება ამ თემას, ანუ მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რატო არაფერი არ გავაკეთე აქამდე. ან რატო არ დავიწყე თანამშრომლობა, რატო არ დავიწყე ამაზე ზრუნვა და ამ შემდეგ რეკლამები და კომპანიები და ამ შემდეგ. მოდი მაგას ცალკე ვიდეოში ვლაპარაკებ, იმიტომ რომ დიდი თემა. აქ ვიტყვი ამას, რატო არ გავაკეთე რამე აქამდე. იმიტომ რომ მე ესეთი ადამიანი ვარ, რომ ჩემთვის აი რომ ვამბობ, ბევრ ადამიანს არ ესმის ეს, იმიტომ რომ მათთვის ასე არ არის, მაგრამ ჩემთვის ასეა. ანუ ჩემთვის ფასეულია არა ფული. არამედ ის რას გავცემ მე. ანუ მე თუ ვიცი რომ ნაგავს ვყიდი, მე ამას ვერ გავყიდი, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ვიცოდე რომ ეს მილიონს მომიტანს, როგორ არ მინდა. ახლა ვის არ უნდა? აი ნებისმიერი ახლა თქვენგანი ვინც მიყვარს, ვის არ გინდათ, რომ რაღაც დროში შეძლოთ და იშოვოთ სერიოზული ფული, მილიონი, 100,000 თუნდაც, ხო? სიტყვაზე ვიძახი და ანუ გეუბნებიან რომ მოდი ეს ნაგავი გაყიდე და გადაგიხდი და ან თუნდაც შენ გახდი ამის რეალიზატორი, შემომტანი თუნდაც შენ გააკეთე ეს უსარგებლო ბიზნესი, რომ ნებსხვებს მაგაზე არ ვსაუბრობ. მე ვსაუბრობ იმაზე, აი რომ ყიდიან იმას, რაც არის უსარგებლო რა, ანუ უნდა შეატყინო ადამიანს, რომ იყიდოს და მაგათ აქვთ ხოლმე ეს აგრესიული მარკეტინგი და მთელი ამბები. ანუ მე არ მიღირს ის ფული. ანუ საერთოდ რომ თავი გავანებოთ ყველაფერს, ანუ ყველაფერს, ბუმერანგს და ყველაფერს. მე ანუ თუ რაღაცა უსარგებლოს ადამიანს ასყიდი, მე არ ვფიქრობ, რომ შენ ბუმერანგი დაგიბრუნდება, რატო? იმიტომ რომ ადამიანს აქვს თავისი საღი აზრი და შეუძლია რომ არ შეიტენოს ის რაც ატენი. და თუ რაღაცას იტენის, ესე იგი რაღაც პონჩი უნდა რომ შეიტენოს, ან სულ ერთია მისთვის, ხო? და ამ დროს მე არ ვფიქრობ, რომ რამე ცუდი დაუბრუნდება იმ ადამიანებს, ვინც ამას აკეთებს, არანაირად. უბრალოდ დიდრდებიან და რეალურად ჩემზე 10 ჯერ და 100 ჯერ მეტი აქვს და მე რაღაცა გამიხარდება ეს ტელეფონი და რაღაცა, ანუ ხალხი იახტებს ყიდულობს, ხო? მაგრამ ნახე რა შესაქმე, ანუ ჩემთვის ძირითადი ფასეულობა არის ის, რომ მე ვიცოდე, რომ ადამიანებისთვის მომაქვს სარგებელი. ანუ მე თუ არ ვიცი ადამიანებისთვის მომაქვს სარგებელი, ანუ მასეც არ გავყიდი.
მიუხედავად იმისა, რომ დროის განმავლობაში მე ვნახე, რომ ადამიანების ძალიან დიდი პროცენტი არის ისეთი, რომ გაუხარდება სხვა ადამიანის ცუდად გახდომა, სხვა ადამიანის ცუდად ყოფნა და საზრდოობენ ცუდით და შეიძლება გისურვონ კიდეც ცუდი. აი მაგ ადამიანებსაც კი, ანუ ხო არის რომ შენ ყველა ადამიანი გიყვარს, მე ნახულობ რამდენი ბოროტება ადამიანებში და ადამიანებზე იმედები გიცრულდება და ფიქრობ ერთი მაგათიც და აკეთებ ყველაფერს, ხო? რომ უბრალოდ შენ იყო კარგად. მე ვნახე ის რამდენი ცუდია ადამიანებში და მიუხედავად მაგისა არასოდეს მე ადამიანები არ შემძულებია და არ მქონია რომ ერთი მაგათიც და აი შევატენო ნაგავი და მე ვიყო კარგად. ანუ არ მქონია. მესმის იმ ადამიანების, ვისაც ეგ აქვთ, მესმის, მაგრამ მე მანდ არ ვარ და მე მასთი ადამიანი არ ვარ. ანუ მე რო რაღაცა პროდუქტი გამომაქვს გასაყიდად, გამომაქვს იმ შემთხვევაში და ისეთი რაღაცა, რაც ვიცი რომ არავის ავნებს, რაც ვიცი რომ ადამიანებს დაეხმარება და იმართლა სასარგებლოა. ანუ ჩემ თავთან მაქვს მე ეს ხო ხვდებით, ანუ ჩემთვის ეს უფრო დიდი ფასეულობაა, ვიდრე ის ნებისმიერი ოდენობის თანხა, რომელიც შეიძლება მე მქონდეს. შეიძლება სულელი ვარ. შეიძლება სულელი ვარ, იმიტომ რომ ერთი სიცოცხლე გვაქვს და ჩვენს ოჯახის წევრებსაც ერთი სიცოცხლე და შეიძლება ძალიან ბევრ რაღაცას ამითი ვაკლებ ჩემს საყვარელ ადამიანებს, არა და მე ისეთი ადამიანი ვარ, რომელსაც შეუძლია, რავი, ყველაფრის გაყიდვა, რაც მოინდომებს, ანუ ძალიან ადვილად გამოდის ეგეთი რაღაცები, მაგრამ ანუ ეს ჩემი შინაგანი კომპასი, ჩემი შინაგანი მორალი არის ის, რაც ჩემთვის ყველაზე ძვირფასია და მე ამას არ ვაკეთებ. და აქამდე, იმიტომ არ გამოვიტანე და იმიტომ არ გამოვიყენე ზუსტად, რომ მე მქონდა ჩემ თავთან კითხვის ნიშნები. ანუ მე მქონდა ჩემ თავთან კითხვის ნიშნები. სანამ ყველა კითხვას ჩემ თავში, აი ამ კვების თემაზე არ ვუპასუხე, სანამ არ დავწმუნდი ყველაფერში, ანუ ჩემს მაგალითზე, ანუ სამედიცინო კვლევებით, ჩემი თავიდან გამომდინარე, ანუ პრაქტიკიდან გამომდინარე, სანამ არ დავწმუნდი, ანუ ვამბობ, რომ ეხლა ვაკეთებ ეგეთ რაღაცას, რაშიც მე დარწმუნებული ვარ, როგორც სამედიცინო კუთხით, რომ კარგია, ასევე სტატისტიკურად ადამიანებისთვის რომ კარგია და ასევე პირადი გამოცდილებით. ანუ და ეხლა მე თავისუფლებას ვაძლევ, რომ ადამიანებს უთხრათ, რომ მე აი ამ შეუფასებელ ცოდნას მოგცემ და შენ აი მიზერული, მართლა მიზერულია ამ ცოდნაში, იმიტომ რომ აი ხალხი ბარიატრიას იკეთებს, სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებს, 8-10,000 იხდის და თან ეგ ნახე როგორია, ან ისწავლი იმ ჩვევებს, რომელიც დაგეხმარება მე რომ სიგამოთრა შეინარჩუნო, ან ვერ ისწავლი. წარმოიდგინე პროსტა. და ხალხი ამას იხდის და აკეთებს. და აქ რა 200 არის რა არის, ხო? და ეს პირდაპირ არის იმ ჩვევების და ინსტრუმენტების ცოდნა, რომელიც შენ დაგეხმარება, რომ მთელი ცხოვრება იყო გამხდარი. თუ რა თქმა უნდა გინდა. ხო და ანუ მე მართლა ვთვლი, რომ ეს ფაქტიურად უფასოდ არის მიცემა, აი მართლა ეგრე ვთვლი, იმიტომ რომ ეს რო იყოს 21-დღიან კვების რეჟიმს ვწერ, ეგ სხვა არის. მაგრამ ისე ვიმეორებ, რომ ეს არის ცოდნის მიცემა ძალიან დიდის და მართლა ესე ვთვლი, რომ ეს არის მიზერულია რა და ამას თუ ადამიანს თუ ამის გადახდა ენანება, ეხლა ნახე, როცა ჭარბი გვაქვს წონა, ესე იგი ჭარბს ვჭამთ, ხო საჭმელს, ჭარბი ოდენობისას ვჭამთ და ძირად რა ვჭამთ, ხა როგორც წესი, ზედმეტი წონა ბროკოლით და ბოსტნეულით არ გვაქვს აკრეფილი, ხო? და აი ის ფასტფუდები და ის თუნდაც ტკბილეული და ის თვის განმავლობაში რა დააგროვ და გამოითვალო რამდენია. რამდენჯერ მეტი იქნება ამ 200 ლარზე. უბრალოდ რა იცი, მე დავაკვირდი, რომ არის ადამიანების კატეგორია, წონაში კლების ვარიანტში ვიძახი. არის კატეგორია ჩემნაირი, რომელიც მართლაც ცდილობს და თელი ცხოვრებას ცდილობს და ყველაფერს აკეთებს, მაგრამ ასევე არიან ადამიანები, რომლებიც კი ცდილობენ. რომლებიც რაც ცდილობენ, იცი, რომ იყიდონ კურსი, მარათონი, წამალი, ჩაი, ოღონდ როგორ იმ პირობით ყიდულობენ, რომ მე მოვიხსნი მთელს პასუხისმგებლობას და შენ გადმოგაბარებ. ხვდები? რაღაც მომწერეს. ხო და ანუ მასე არ გამოდის. გამოდის, როცა ჩვენ ორივე ვცდილობთ და ისე რომ მე გადმოგაბარებ შენ და მოდი მარტო შენ ეგრე არ გამოდის. ხვდებით? ერთი წუთი რაღაც მომწერეს. და ასე ჩემო საყვარლებო და ჩემო ძვირფასებო.
ჩვენს ტელეგრამ ჯგუფში დაიწერა პოსტი და იმას ვუპასუხე. აი ასე, იმიტომ არ გავაკეთე აქამდე, რომ ჩემ ყველა კითხვაზე სანამ არ გავეცი პასუხი და თუნდაც იმაზე სანამ არ მქონდა პასუხი, მზად ვიყავი თუ არა მე აი ამ პასუხისმგებლობის ასაღებად. ეხლა მზად ვარ. შეიძლება ერთი თვის წინაც ეს ყველაფერი ზუსტად ვიცოდი რომ მინდა. ერთი თვის წინ რა, ეხლა ივნისში რომ დამეწყო. მაისში და ევას დაბადების დღეისთვის უკვე ვიცოდი რომ ეს უნდა გამეკეთებინა. 15 მაისი და დამეწყო, ანუ მთელი ივნისი. ხო წინ იყო. ივლისიც წინ იყო. ანუ ადამიანი რომლისთვისაც მთავარია შემოსავალი ვთქვათ, გააკეთებდა მაშინვე, მაგრამ ანუ კიდევ ჩემ თავთან გავიარე ბოლოჯერ ყველაფერი და აი სრული 100%-იანი მზაობით როცა ვიყავი მაშინ დავჟეგვიან გამოვაცხადე, მაგრამ აი ჩემ თავთან აბსოლუტურად ყველა საკითხი გავარკვიე და ჩემმა თავმა მითხრა რომ მზად არის აქ და ახლა აი ამ გზაზე სასიარულოდ, ამ ახალი ეტაპისთვის. ამიტომ, მხოლოდ ამიტომ. როგორ გიხდება თეთრიო, მადლობა ძვირფასო. ინგა წარმატებები, მადლობა. წინსვლა წარმატებები, ულამაზესო ნინი, მეუბნება თეა, მადლობა საყვარელო. ხათუნა, დიდი მადლობა საყვარელო გოგო, მადლობა. მართალო და უტყუარო. აი მე ძალიან დიდი მადლობა. ლელა, ჩემო ულამაზესო და უსაყვარლოსო. წარმატებებს გისურვებ, მიხარია ძალიან. ხათუნა, ჩემო ხალისის, ჩვენო ხალისის სიცოცხლის და ცხოვრების შემხალისებელო ადამიანო, უფალმა გაბედნიეროს, ვაიმე, რა ტკბილი აღმერთო. დიდი მადლობა. აი, მართლა დავუსვი ვარ ღმერთისგან ესეთი ადამიანები, რომ მყავს გარშემო. ანი ლუკა, ვარა კარგი ამბავიაო. რუსუდან წარმატებები. ანა წარმატებები ნინი. ია წარმატებები, ჩემო უჭკვიანესო, მიყვარხარ ძალიან მიყვარხარ, ჩემო საყვარელო ია. რა კარგია წარმატებებიო ქრისტინე. რუსკა, ეს ნამდვილად დიდი პასუხისმგებლობაა, წარმატებები ნინი, მადლობა ძვირფასო. ნუში წარმატებები, მადლობა საყვარელო. ნატო, წარმატებები ჭკვიანო გოგო, მიხარია შენი ახალი წამოწყება, რაც გულით გინდოდეს აღსრულებოდეს, წარმატებებს გისურვებ. ნატო, ძალიან მიყვარხარ. მადლობა. ეთო რა ლამაზი ხარ ნინი, გიждები შენს თმებზე, ისევ შენ თუ გვიშველი, ვისაც წონის დაკლება გვინდა, წარმატებები შენ, მე კი აქ ვარ შენს მარათონში. მადლობა ჩემო საყვარელო, დიდი მადლობა. წარმატებები ჩვენ ყველას. ნინიკო, წარმატებები ჩემო საყვარელო, ძალიან მიხარია შენი ყველა ნაბიჯი. მადლობა ძვირფასო ნინი, წარმატებები ჩემო გოგო. და თან ვფიქრობ, რომ ანუ ამას მე რა ვაკეთებ თქვენთან ერთად და თქვენს თვალწინ, ანუ შეიძლება თქვენ სხვა თემაში ხართ და ბუნებრივიც არის, ხარ ჩემი შვილიც კი სხვა თემაშია, არა თუ თქვენ და მე, ხო? ანუ ვამბობ, როცა ოჯახის წევრები არ ვართ და საერთო ინტერესები შეიძლება სხვადასხვა გვაქვს, ანუ ჩვენ ინტერესები, ასე ვთქვათ, კარიერული შეიძლება სხვადასხვა, მაგრამ ანუ რო ხედავ ადამიანი, რომელიც რაღაცა მიზანს ისახავს, იქით მიდის და მით უმეტეს თუ წინ მიდის, ხო, მე მგონი რომ ეს ძალიან დიდი мотиваციაა ასევე, რომ შენს გააკეთო ისაც შენი საყვარელი საქმე და შენს წინ იარო. იმედი რომ ყველაფერი გამოგვივა ყველას. ეთუშია ჩემი ყოჩაღი გოგო, წარმატებები, მადლობა ძვირფასო, მიყვარხარ ძალიან. ციცი რაქშია დე? ანდრუს წყალი დადგი რა მაკარონისთვის. ციცი წარმატებები ნინი, მიხარია ძალიან. მე მაგალითად სულ შიმშილობდი, ნერვოზად მეკცა და რაც შენ გიყურებ და შენგან ვისწავლე ადამიანმა არ უნდა იშიმშილოს და მაინც გახდება. სულ ეგრე ვაკეთებ და შედეგიც მაქვს. მადლობელი ვარ შენ ჩემო ძვირფასო. ვაიმე, რა ბედნიერება ღმერთო, როგორ მიხარია. ვინც იცის რა საშინელებაა, თუნდაც ეს შიმშილი მუდმივი, ხო? ის გაიგებს ამის ფასს. ციცი ძალიან ლამაზი ხარ ნითმა სვიტრი მზესავით ანათებ და ასხიება. მადლობა ჩემო საყვარელო. ციცი ნინი, ჩემი წინსვლა და წარმატებები, მიხარია შენი სიახლეები. სულ მოუდგმოდ ველოდები ვიდეოს, რასთან არის დაკავშირებული. რა უნდა გვითხრა, ხელი მოგიმართოს, მიყვარხარ. ეს ის არის უკვე იმისი. სანამ ამას გამოვაცხადებდი. ბათუმში, ხო?
ბათუმზე დასვენება ბათუმში დასვენებაზე იაფი ნამდვილად თურქეთია 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო 24 საათიანი კვებით საჭმელი სასმელი მათ შორის ალკოჰოლური თავისი პლაჟი ტრაპიზონი და გადაფრენა გადმოფრენა 7 დღე 6 ღამე ასეთი ტური ძალიან კმაყოფილი დარჩებით 60 ნამდვილად 1800 ოღონდ ეს მე მგონი 1800 ერთ კაცზე არა მაშინ ბევრად ძვირი გამოდის თეა კი არის 70 ლარად ბინები ახლანი ერთი კვირით 500 ლარში იშოვა ორ ბიში ერთ ოთახიან ბინას ჯერჯერობით ამ ფაში არის ულამაზესი ხედით მადლობა საყვარელო ხანდახან 600 კალორიაზე მეც ვერ ვჭამ თან მარტო არ ვცხოვრობ და ისეთი არაფერი არ მაქვს შეადრად შეიძლება ვჭამო არ ვიცი რა უნდა ვქნაო რატო ანუ მარტო არ ვცხოვრობო და ისეთი არაფერი არ მაქვს შეადრად შეიძლება ვჭამო ანუ გულისხმობ რას გულისხმობთ ამიტომ ანუ სახლის საჭმელს არ ჭამ რადგან აიცი ამდენი კალორია აქვს ამიწერება ვერ მივხვდი თამარ ფსიქელები რა კარგად გაქვს არის და გიმუღამებია შენ ხო დავამუღამე ეხლა იცი რას ფიქრობ აი აქედა რომ გადავაკეთო კვადრატებად თუ გამომივა ეს ფორმა მიხდება მაგრამ ბეზდება ერთი და იგივე ხალხო აი ძალიან ბეზდება და ეხლა ვფიქრობ კვადრატებად რომ გადავაკეთო თუ გამომივა თქო ცოტა რომ დავამოკლო და რომ გადავაკეთო კვადრატებად. ჯერ არა, ჯერ როცა გაიზრდება კიდე, როცა გასკეთებელი იქნება. იყახანი. თორე ყიდა თურქეთში უფრო იაფიაო. ლელე. ლელა, როგორ მიხარია რომ დაგვანახებ ხოლმე ბონის რო ჭამ. და ჩამოისვამ ხოლმე საყვარლად ეგეც უსაყვარლესია იუთუბერია დედას გოგო გიждები ასეთი ფილად და სიყვარული რომ მეფეები ძალიან საყვარელია ხო ძალიან საყვარელია შენ რომ გადაჩეული გაქვს კუჭის ხიმიანებისთვის და ბევრი ჭამას ვერ აიტანა ორგანიზმმა ზედმეტი გაწყინა აშკარად ნაღველი გაგიღიზიანა არაუშავ და ისე გაგზერგობას და აღარ შეგაწუხებს ჩემო ლამაზო ხო აი ეგაა რომ გადაჩულია ჩემი ორგანიზმი ზედმეტ ოდენობას და აი ბევრი ნახშირ წყალი ბევრი ცხიმი და ანუ რაოდენობაც კალორიულობაც ბევრი იყო ესეთ და თან აი უცებ ხო აი პიცა როგორც შევწევ იმ წუთშივე ვიგრძენი როგორ მაწყინა ანუ დომინოს პიცა იმიტომ რომ ანუ соуსი ქონდა პეპერონის ძალიან ცხიმიანი პეპერონი ეთყობა თვითონ ხო ძალიან ცხიმიანი და რომ ცხება უშვებს რა ამან ცხიმს და აი ეგრევე ვიგრძენი მეც მიყვარ ხარ ჩემო სიცოცხლე თეა გული გამითბო შენ მას იყამა ლიადეიდას მიმართ და დამოკიდებულებამ როგორ გიყვართ ერთმანეთი გულის სიღრმეში უბრალოდ ვერ გამოხატავს ასე მგონი ხო ანუ როგორ რაღაცა იცი ჩვენ რეალურად ძალიან გვიყვარს ერთმანეთი მე არ ვიცი ორი ადამიანი ჩვენს გარდა ამდენად განსხვავებული ამდენად აი ესეთი ურთიერთობა როგორც წლების განმავლობაში ლია რასაც მე მიკეთებდა და მე რის ნებასაც ვაძლევდი და ვერ ხვდებოდი აი ამის კორექტირება როგორ უნდა და არ წავედი არ გავიქეცი რა შეერ დამადანაშაულეს ერთადერთი ის გამოც არ წავედი და არ გავიქეცი ის ძალიან მიყვარს და მასაც რა თქმა უნდა ძალიან უყვარვა რეალურად ნუ ხო არა ამაზე საუბარი მაგრამ შეიძლება ადამიანებს ერთმანეთი უყვარდეთ და ერთმანეთს ძალიან ტანჯავდნენ ხო და ეხლა მე ვისწავლე როგორ უნდა ვიურთიერთო მასთან ისე რომ მე არ დავზარდე და თვითონაც უკეთ არის ხალხო ანუ ეს ლანძღვის ეპიზოდები ხო ძალიან შემცირდა კიდე და აი თითქმის აღარ არის ანუ იმას აშდებით რაც იყო თითქმის აღარ არის პლუს ადამიანმა დაიწყო შედარებით თავის მოვლა რაც მე არ მახსოვს არასდროს დაიწყო თავისთვის რაღაცა ნივთების ყიდვა მათ შორის რა თქმა უნდა ტანსაცმლის აი ზრუნვა იმაზე როგორ გამოიყურება და აი რა ვიცი აი გაოგანებული ვარ რომ ეს თუ შესაძლებელი იყო ერთი წლის წინაც კი რო ვთქვათ ვერ დავიჯერებდი ხვდებით
ნინო ეს მაშინ ვერ მოსქენი მოიცა. პროდუქტსაც ცეცხლი უკიდია ხალხია უამრავია. ესე იგი ქართველები არ არიან, იმიტომ რომ ჯგუფში ფაქტიურად არ არის აქტიურობა, სადაც ბინები ქირავდება. შაშანგაცებით მეტი პოსტები იყო და ესე იგი უცხოელები არიან. გამედა ვიყავა. ნიმშვიდობიანი დღე შემოლამაზო აუკარებზე გადაფენილი პირსახოცი მაგონის ფილმს ცისფერი მთები ანუ ტიან-შანი სიუჟეტში გაიტანეთ ეს სურათი გრენლანდია შენ სულ იძახი ამ პირსახოცზე გაიტანეთ და მაინც მან კიდია სხვაშორის არ მაქვს ეს ფილმი ნახე ძალიან ბევრჯერ შემხვდა ვიცი ძალიან კაი შეფასება აქვს და მე ადამიანს რომელსაც უამრავი ფილმი აქვს ნახე ეს რატო არ მაქვს ნახე არ ვიცი თან ვერც ერთხელ ვერ დავადგი საშველი რომ უყურო აქ არის შენი დედა ძვირფასო საყვარელო, ქეთი მწერს საოცარი ხარ შენი აზროვნებით, მსოფლმხედველობით, შენი დაამოკიდებულებით ცხოვრების სამყაროს და სიცოცხლის მიმართ საოცარი პასუხი გაიცი ადამიანს, რომელიც ალბათ წირვას არ აცდენს და ალბათ მარხულობს კიდეც ფარისეულობით არის სავსე ქვეყანა, მაგრამ შენ შეიძლება შენი საუბრით კიდეც აუხილე თვალი გაბაზებ და უზომოდ პატივს გცემ უკვე წლების მაყურებელი ვარ და პირველი ვიდეოდან მოყვები ღმერთმა სიკეთე და მადლი არ მოგაკლოს გეხუტები შორიდან. ჩვენ ყველა მშვენიერი ვართ, რა ვთქვი, იმ ვიდეოზე დიდი მადლობა. ქეთი ჩემო საყვარელო, ძალიან დიდი მადლობა ძვირფასო. ძალიან დიდი მადლობა. ანუ ძალიან მიყვარხართ ის ადამიანები, ვინც ყოველთვის ჩემთან იყავით, მთელ ჩემს გზაზე ჩემთან ერთად ხართ. ყოველთვის ხედავდით, ჩემს სულს ხედავთ და აი ეს არის ძირითადად ფასეულობა, რის გამოც ჩემთან ხართ. აი მაგ ხალხს რო გაფასებთ, ეგრე მე არ ვიცი. მანანანი ხომ უნდა კონდეს ადამიანს საშუალება მართალია. იკა ერთეულები თუ წავლენ ზღვაზე და ვიწავა, იქაც ექნებათ ბინები. ხო. ანუ აი როგორ რაღაცა იცი ხალხი მიდის 3 ღამით და ესე მიდიან. მე რაც ვაკვირდები. მაგრამ ბავშვები, აი ვისაც სოფელი აქვს, სოფელში მიდიან, თავის სოფელში, ხო? მე ვისაც არა აქვს სოფელი. აი ნინო მითხრა, ბათუმში რო ცხოვრობს, ჩემი ნინო. სურამში მიყვავსო ბავშვი ჰაირო შეუცვალოდო და ისეთი ფასიაო, ანუ ისეთი ფასებიაო. არ ვიცი პროსტა. მანან არ არის შორის ტრაპეზონი ძალიან მოგეწონება შენ და მართლა დაისვენებ იმ სილამაზეში. მადლობა ჩემო სიცოცხლე. ორბი რეზიდენტში თეონა მასლარად ვქირაო პირველი ზოლიო. ეგ რამხელას ძვირფასო და როდის? ორბიში არის ერთი, ანუ ორი კაცი რო ეტევა ეგეთი. და თან მანდრო რიგები ამ ლიფტებზე, მან და რა გასაჩერებელი მანქანის არ მომწონს ეგ. მოგეთ კიდე ერთი კომენტარი, რომელზეც ცალკე ვიდეო მინდა ჩავწერო. ასეთი იყო ჩვენი დილის ვლოგი, მიყვარხართ კოცნით და დროებით გემშვიდობებით ძვირფასებო.